ბრძანებისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ინფორმაციაზე, რომელიც ახალხანს გავრცელდა, ვანო მერაბიშვილმა დაანონსა 19 აპრილს აქცია პარლამენტის ყოფის შენობასთან. ეგ ყველა საინტერესო ბოლო ნაწილი იყო. ვისთვისაც დასავლური კურსი, ქვეყნის დასავლური კურსი არის მნიშვნელოვანიო, მან მოუწოდა ყველას შეკრებისკენ 19 აპრილს. როგორ შეაფასებთ რამდენად? მე მეგონა რომ უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს რეგიონებში გავრცელა. მე ამ გადაწყვეტილებას არ შევაფასებ, რა თქმა უნდა, იმიტომ ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილება და მათი გადაწყვეტილება. ამიტომ მე რატომ უნდა შევაფასო? ჩემი შესაფასებელი არ არის ეს. ჩვენ არ ვერევით სხვა პოლიტიკური პარტიის საქმეებში. მიზან შეტანილი რამდენად არის მსგავს მოწმობა? ამას ვნახავთ 19 აპრილს. რამდენად მიიღებს ქვეყნის უდიდესი ნაწილი ვანო მერაბიშვილის აქციაზე დაძახების მოწოდებაში მონაწილეობას. ამას ერთად დავაკვირდებით 19 აპრილს. თუმცა მან მოწოდება გააკეთა იმათ მისამართით, ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის ქვეყნის დასავლური კურსი. გავიგე, გასაგებია. გასაგებია, მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ როდესაც აქცია ტარდება, იქ მნიშვნელოვანი ის არ არის მხოლოდ ვინ ატარებს აქციას. უბრალოდ რა თემაზე ტარდება აქცია. ყველაფერი ერთი კომპლექსის ნაწილია. ამიტომ დავალოდოთ, რამდენი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას ვანო მერაბიშვილის მიერ გამოცხადებულ აქციაზე. ძალიან საინტერესო იქნება, მეც ინტერესით დავაკვირდები. მე ვფიქრობ, რომ ამ აქციის გამოცხადება არის სრულიად ნათელი და ცალსახანაბიჯი იმ მიმართული იმ კონფრონტაციის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა 1 ოქტომბრის შემდეგ ხან გეგმავს და არ გამოსდის, ხან გეგმავს და გამოსდის. ეს არის 8 თებერვლის გაგრძელება და ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყავს ოპოზიცია, რომელსაც ერთადერთი ამოცანა აქვს მუდმივად კონფრონტაციულ რეჟიმში აცხოვროს ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის მათი პასუხისმგებლობა, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის, ამიტომ ჩვენ ბუნებრივია, რომ უზრუნველყოფთ, რომ ეს აქცია იყოს მშვიდობიანი და არავითარი პრობლემა ამ მშვიდობიან დემონსტრაციას არ შეექმნოს, თუ კი ის იქნება მშვიდობიანი. მათგან განსხვავებით, ბუნებრივია, ჩვენ სრულიად სხვაგვარი ხედვა გვაქვს მანიფესტაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ვანო მერაბიშვილის მიერ აპრობირებული მეთოდების გამოყენებას არავინ არ აპირებს მშვიდობიანი აქციის დროს. მე ვადასტურებ იმას, რომ საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც ვითარებას აკონტროლებს და რომელსაც შესწევს იმის უნარი, თუ რა თქმა უნდა, აქციის ორგანიზატორები თავად არ იქნებიან ძალადობის ინიციატორები და ინსპირატორები, საქართველოს ხელისუფლება შესწევს იმის უნარი, რომ არავითარი პრობლემა ადამიანების მშვიდობიან ხაზს უსვამ გამოხატვის თავისუფლებას თუ მანიფესტაციის თავისუფლებას პრობლემა არ შეექმნას. გუბერნატორების ინსტიტუტის გაუქმებაზეც მითხარით და წარმომადგენლობიდან წარმომადგენლობით ორგანოს შექმნა. ამაზე ვინმე რამე თქვა თუ ისე მეკითხებით? ეს თვითმმართველობის კონცეფცია გამოქვეყნდა უკვე მე დღეს ბოდიშ გიხდით დილიდან სოფლებში დავდივარ, იმიტომ დამაგვიანდა და ამიტომ არ ვიცი ამბები რა ხდება განარჩენ საქართველოში. მე არ მინდა რომ მოვლენებს წინ გავუსწრო, მე არ ვიცი რა დოზით გამოქვეყნდა ეს კონცეფცია, უკვე ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე წელია პრინციპში ის ჯგუფი, რომელშიც ბატონი დავითი მაშინ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე მისი მოადგილე თენგო შერგელაშვილი, როგორც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მუშაობდნენ თვითმმართველობის კონცეფციაზე, წინა ხელისუფლებას ბევრჯერ ჰქონდა მათი მხრიდან შეთავაზება, თუმცა ბუნებრივია, რომ ამ შეთავაზებებს რეალიზება არ ეწერა, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტური ცენტრალიზაციის და ტოტალიტარიზმის პრინციპებით მართავდა ქვეყანას. ამიტომ ბოლო 3 თვის განმავლობაში უკვე ამ კონცეფციამ ფორმალიზებული ხასიათი მიიღო, ვინაიდან რა თქმა უნდა მას სრულმასშტაბიანი პერსპექტივა აქვს განხორციელების და ძალიან მოხარული ვარ თუ დაიწყეს მათ ამისი გამოქვეყნება უკვე. დიახ, ამოცანა მე ძალიან მოკლედ გეტყვით, ისე ვამბობ, არ მინდა რომ წინ გავუსწრო მოვლენებს და მათ კომპეტენციაში შევიჭრა, ეს მათი საქმეა და მათი გასახმოვანებელია, მთელი კონცეფცია არას დაეფუძნება, მაგრამ თავარი ამოსავალი ბუნებრივია არის ის, რომ ქვეყანა ყველა დონეზე უნდა იმართებოდეს წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ. ანუ ისევე როგორც ქვეყანას ყავს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, საქართველოს პარლამენტი ხალხის მიერ არჩეული, ზუსტად ასე უნდა იყოს თავიდან ბოლომდე. ყველა დონეზე და ყველა საფეხურზე ეს არის ამოსავალი დემოკრატიის.
გადის. შესაბამისად, ამ პრინციპზე იქნება მოწყობილი. დანარჩენ დეტალებს უკვე თავად ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოგახსენებთ და ეს უფრო სწორი იქნება, ვინაიდან მათ უწყებაში მუშავდება ეს დოკუმენტი. ძალიან მალე უკვე ის კანონპროექტის სახით შემოაქვეყნეს პარლამენტში და შესაბამისად ყველა დეტალი შემდეგ უკვე ყველას გეცოდინებთ. არ ვაკეთებ ამ განცხადებებზე კომენტარს. არ ვაკეთებ კომენტარს. არ ვაკეთებ კომენტარს. არა. უკვე გითხარით. უკვე გიპასუხეთ შემოგარგო. კალტანტინა პრეზიდენტმა მიმართა პარლამენტის ინიციატივით, რომ უფრო სწორდება რომ დაინიშნოს ღია წერილით. სახელები დავარქვათ ესე იგი ამბებს, არაა პრობლემა. დიახ, ეხლა წავიკითხე ამ წუთას გზაში, კი. დიახ, ეს რო შეაფასოს. კი, მე მინდა მას ვუთხრა. რამდენად იქნება თავიდან აცილებული ის რაც იყო დავუშვათ 8 თებერვალს. თუ კი მოხდა ისე რომ საქართველოს პარლამენტში მისი მოსმენა არ შედგა რამოდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ პარლამენტში პრეზიდენტის მოსმენა ხდება კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების ფარგლებში, ბუნებრივია. ოღონდ ჩვენ ისევ იმ რეალობის გაგრძელების პროცესში ვართ, რაც 9 წლის განმავლობაში ჰქონდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია ერთი მუხლიც კი წაიკითხოს კონსტიტუციის და იქიდან შინაარსი გამოიტანოს. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება წლიური მოხსენებით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და მორჩა. ამიტომ, როდესაც ის საუბრობს თავის ღია წერილში იმაზე, რომ ვიღაცამ თურმე კონსტიტუცია დაარღვია და იმედი აქვს, რომ კიდევ დიდხანს არ გაგრძელდება ეს დარღვევა, ბოდიშს ვიხდით, თქვენ ჟურნალისტები ხართ და თავადაც შეგიძლიათ ეს მუხლი წაიკითხოთ და საზოგადოებას წაუკითხოთ მერე თქვენი მედია საშუალებების მეშვეობით. 2013 წლის ოქტომბრამდე, სანამ ის პრეზიდენტია, ეს ვადა მოქმედებს. ამიტომ ის ვერ განსაზღვრავს, როდის მოვა პარლამენტში. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მიზეზი, ამას განსაზღვრავს პარლამენტი. ის, ვინც მას უნდა მოусმინოს. ამიტომ, როდესაც პარლამენტი დანიშნავს დღეს, იმ დღეს მოვა ის საქართველოს პარლამენტში, თუ რა თქმა უნდა, არ გადაწყვეტს, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს. მეორე, იმ ფონზე, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში და იმ ფონზე, როდესაც უამრავი განცხადება კეთდებოდა თებერვლის დასაწყისში ქუთაისში სააკაშვილის მოსვლასთან დაკავშირებით აქციების თაობაზე, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სწორედ უსაფრთხოებიდან გამომდინარე და იმ გართულებების თავიდან აცილებისგან გამომდინარე, რაც ქვეყნისადმი პასუხისმგებლობიან ხელისუფლებას ეკისრება, რომ ეს მოხსენება გადაგვეთო. მესამე, მაგრამ ეს მან ვერ გაიგო და მაინც ის პროვოკაცია მოაწყეს, რაც მოაწყეს. მესამე მიზეზი ამისი გახლდათ და მთავარი მიზეზი სამართლებრივად იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯერ უნდა ჩამოყალიბდეს სად მოდის და იმის მერე შეიძლება რომ მოусმინონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გაირკვეს, იქ მოდის ის ისევ როგორც დიქტატორი, რაც 2004 წელს კონსტიტუციურად გადაწყვიტა რომ ყოფილიყო, მე ხას უსვავ კონსტიტუციურად დიქტატორი, თუ მოდის თავისუფალ ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილ და კონსტიტუციის მიერ უფლებამოსილებებით აღჭურვილ პარლამენტში. ამიტომ მოხსენების გადადებას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის პარლამენტის კომპეტენცია, რომ მოიწვიოს ამ მოხსენებაზე და მოусმინოს და შესაბამისად რა თქმა უნდა მას პარლამენტი მოусმენს, სანამ ის არის პრეზიდენტი. პრეზიდენტის განცხადებაზე ამინისტია. როდესაც პარლამენტი დაპატიჟებს მაშინ. ამ კონკრეტული თარიღი ჯერ არ არის კაპიტანტინა განსაზღვრული, აი დაახლოებით რა პერიოდში შეიძლება ამ თარიღის შესახებ პირველი ის უნდა იყოს, ვინც უნდა გაიგოს, ამიტომ ახლა პრესკონფერენციაზე ამაზე საუბარი არასწორი. ამინისტიაზე სად უნდა წარადგინოს? დღეს არ არის ხტომა და სად უნდა წარადგინოს? სად უნდა წარადგინოს? დღეს არ არის ხტომა. არ ვიცი არაფერი ამის შესახებ. არ ვიცი ამის შესახებ არაფერი ამის მნიშვნელობა. გავიგე, მაგრამ თქვენ მოხსენებულზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ბოდიშს გიხდით. მე მგონი დიდი ხანია მიცნობთ იმისთვის, რომ ჟურნალისტის მიერ წაკითხულ ტექსტზე კომენტარს არასოდეს არ ვაკეთებ, თუ მე თავად არ ვიცი, რომ ეს ასეა, იმიტომ რომ ბევრი ძალიან ცუდი გამოცდილება მაქვს ჟურნალისტის მიერ დამახინჯებულად წაკითხული ტექსტი. ჩემთვის არა, ეს ჟურნალისტებისთვის არის სამწუხარო. კალტანტინა ამინისტიას სიტყვა პრეზიდენტ ბოგოშ განაცხადა, რომ მიუღებელია მისთვის და მადლობა უნდა გადავხადონ და ჩამოთვალ პირები, ვინც სახელმწიფო ააშენა და ასე შემდეგ. მე მახსოვს სანდრო გირგულიანის კვლავობის მერე დათა ახალაიასაც გადაუხადა მადლობა სააკაშვილმა, ისევე ეს არ არის გამონაკლისის შემთხვევა. დიახ. და თქვენ სოციალურ ქსელში გეწერათ ის მოთხოვნები, რასაც ის თხოვდნენ ამინისტიაზე და კონსტიტუცია 2010 წელს მიღებულ კონსტიტუციაზე, რაც ცვლილებები უნდა ამოქმედებულიყო, რაც ითხოვდნენ.
თუ შეიძლება რო გითხრათ, ანუ კომენტარი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ გუშინ ძალიან ბევრი რამ მოვისმინეთ. მე ძალიან მწუხვარ, რომ ხელისუფლება ბევრჯერ მიწევს ამ წინადების გამეორება, მაგრამ არ აუშავს. იმავე სტილში აგზელებს, როგორც 9 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ოღონდ დღეს დიდი პრობლემა აქვს, რომ ის არ არის ერთადერთი ვისი ხმაც ისმის ტელეეკრანებიდან. უდიდესი ნაწილი მე არ გულისხმობ დავით ბაქრაძის განცხადებას. ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. დანარჩენ განცხადებებს გულისხმობ, რომელიც უმცირესობის მხრიდან გაკეთდა. უმეტესობა აქედან რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. როდესაც საუბარია იმაზე, დავიწყოთ თავიდან, ვის ამინისტრირებას ითხოვდა ნაციონალური მოძრაობა. მათი პირველი წინადადება, ეს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში გუშინ ცალსახად იყო ჩამოწერილი, იყო იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტიდან ბოლომდე. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზება. ისინი ითხოვდნენ ამინისტიას ყველასი. პრეზიდენტიდან ბოლომდე, ყველა ჩინოვნიკის. ჩვენი პოზიცია ამ თვალსაზრისით ცნობილია, ეს არ არის პირველი დღე და პირველი საღამო, როდესაც ამის შესახებ საზოგადოებამ ჩვენგან გაიგო. ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში პრემიერის განცხადება იყო, გახსოვთ ყველას ალბათ, როდესაც განცხადა, რომ ხელისუფლების ინტერესებში არ არის, რომ ამინისტიის შედეგად მეტნაკლებად გათავისუფლებული საპატიმროები ახლა ახალი პატიმრებით გაივსოს. პირიქით, ჩვენი ამოცანა არის, რომ ძალიან გაგებით მოვეკიდოთ, მე ამ სიტყვას ზოგიერთმა მედია საშუალებამ დასცინა, გაგებით მოვეკიდოთ იმას, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ქვეყანას ორი ტიპის მსხვერპლი ყავდა. ერთი ტრადიციული გაგებით ვინც არის მსხვერპლი, ანუ ვინც ხდება პირდაპირ სახელმწიფო ძალადობის მსხვერპლი და მეორე ის რიგითი ჩინოვნიკები, რომლებიც თავად იყვნენ სისტემის მსხვერპლი და ამიტომ იძულებული იყვნენ შეესრულებინათ უკანონო ბრძანებები. ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ამ ადამიანების სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. და სწორედ ამაზე იყო საუბარი მუდმივად. მე მარტივი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ 7 ნოემბერს გახსოვთ თქვენ რაც ხდებოდა მაგალითად ქუჩაში, სადაც ათასობით ფორმაში ჩაცმული ან ჯინსებში ჩაცმული, იქ ყველანაირი გვირტყავდა ადამიანი მონაწილეობდა აქციის დარბევაში. და სრულიად გასაგებია, რომ არავინ არ აპირებს ახლა ყველა პატრულის თანამშრომელი 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისმგებაში მისცეს. ეს აბსურდია, ეს არადემოკრატიულია და ამასთანავე უსამართლოა, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ თუ არ შეასრულებდნენ უფროსის ბრძანებებს, შემდეგ თავად გახდებოდნენ იმავე ძალადობის მსხვერპლი, რასაც მათგან ითხოვდნენ სხვების მიმართ. ამიტომ ეს გრადაცია უნდა მოხდეს და ჩვენი შეთავაზება სწორედ პირველი დღიდან ეს იყო, რომ პასუხისმგებლობის სამართლის პასუხისმგებლობისგან ყველანაირი პასუხისმგებლობიდან, უფრო სწორედ მე სპეკულაციები რომ არ იყოს, უნდა გათავისუფლდნენ საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკები, რომლებიც იყვნენ აი ამ უკანონო ბრძანებების შემსრულებლები, რაოდენ უსამართლოც არ უნდა ეჩვენებოდეს ეს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს. მე მოგეხსენებათ, რომ მაჟორიტარი ვარ და ძალიან ხშირად მომისმენია პრეტენზიები, აი ხა დღესაც რამოდენიმე საგარეჯოში ვიყავი და საკმაოდ ბევრი ადამიანს ვესაუბრე და ისინი გაბრაზებულები არიან, რომ აი ჩემი გამგებელი, ჩემი პოლიციის უფროსი, აქ ჩემ სოფელში საგადასახადოს თანამშრომელი, რომელიც ყველა არჩევნების წინ მემუქრებოდა, ამას თუ არ მისცემ ხმას სამსახურიდან გაგაგდებენ, იმას თუ არ მისცემ ხმას კრედიტის აღებაში პრობლემას შეგიქმნი, იმათ რატომ უკეთებთ ამინისტირებასო და მე მესმის ეს ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემები, მაგრამ მეორე მხრივ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ თავიდან ბოლომდე უნდა შეისწავლოს პრობლემის არსი და შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომ ჩვენი ამოცანა და ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი და მარტივი. ჩვენ ვამბობთ, არავითარი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებისთვის, ვინც იძულებული იყო და სხვა არჩევანი არ ქონდა, უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, ვინც ჩვენ ვერ დავიცავით ოპოზიციამ თავის დროზე იმისაგან, რომ მათი მოძალადე უფროსების ბრძანებებს არ დამორჩილებოდნენ. მაგრამ ეს ამინისტია ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც იყვნენ გადაწყვეტილების მიღები და ვინც გასცემდა ამ უკანონო ბრძანებებს. ეხლა ჩვენ გუშინ მოვისმინოთ, რომ თურმე წვრილმანი თანამდებობებისთვისაც ვითხოვთ პასუხისმგებლობას და მე გეტყვით რა არის განსხვავება, მათ მეორე როდესაც მათ ჩვენი პოზიცია მოისმინეს, მე იყო მეორე შემოთავაზება, რომ მაშინ ყველა გავათავისუფლოთ გარდა პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების და მინისტრების. ამითი ამოიწურებოდა სია. და აი ამის შემდეგ თქვენს, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ მათი ძალიან დემოკრატიული შემოთავაზების, იმიტომ რომ გვინდა რომ წვრილმანი თანამდებობის პირების გავასამართლოთ და ათასები გავასამართლოთ. სინამდვილეში სხვაობა ჩვენს წინააღმდეგებს შორის იმ თავარი სხვაობა იმას გომარებს, რომ მაგალითად მათი ჩამონათვალში არ არის კუდის უფროსი. მაგალითად მათი ჩამონათვალით პასუხისმგებლობისგან ნებისმიერ დანაშაულისთვის, ამ ტიპის დანაშაულისთვის გათავისუფლდება ქალაქის მერი.
მათ ჩამონათვალის მიხედვით გათავისუფლებიან გუბერნატორები. მათ ჩამონათვალის მიხედვით გათავისუფლებიან მაგალითად თბილისის პროკურორი და სხვა რაიონების პროკურორები. ანუ ის ადამიანები, ვინც სინამდვილეში იყვნენ მთავარი ელემენტი, უფრო მეტიც მოტორი აი უსამართლობის და უკანონო რეჟიმის, რომელშიც ჩვენ ცხოვრობდით 9 წლის განმავლობაში. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია პოლიტიკურად, ეს მიუღებელია ზნეობრივად და არ არსებობს საქართველოში არც ერთი ადამიანი, რომელსაც ჩვენ შევძლებთ აუხსნათ, ეს რატო გავაკეთეთ. მაშინ, როდესაც მოვედით იმ ტალღაზე, რომელზეც მოვედით და ძალიან კარგად იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო მოსახლეობის მთელი ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე არ მithქოს, დიახ. კი. პროკურატურა დაკითხვაზე არ ჩქარობს. მაყოფილი ხართ თუ არა პროკურატურა? არა, პროკურატურა ბრალი არ წაუყენებიათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაჩერებულია და არაფერს არ აკეთებს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან კარგად აცნობიერებენ იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვართ, როდესაც ძალიან დიდი გამადიდებელი შუშის ქვეშ არის ყველა და ყველაფერი და შესაბამისად ნებისმიერი შეცდომა საქმეში შეიძლება ძალიან დიდი პრობლემის მატარებელი იყოს. ამიტომ თავისთავად ის, რომ სკრუპულოზურად ხდება ყველა საქმის მოკვლევა და ხდება არა მხოლოდ ჩვენებების საფუძველზე, არამედ უტყუარი მტკიცებულებების შეგროვება, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი. ღვინიაშვილს რაც შეეხება, განცხადება გაკეთდა, იუსტიციის მინისტრმა ის განცხადება გააკეთა, რომ ისინი თანახმარიან ჩამოვიდნენ ქუთაისში და პარლამენტში დაკითხონ. ამიტომ ეს ამ პრობლემას მოუხსნია ღვინიაშვილს ამ უხერხულობას, რომ თავის ყოფილ სამსახურში არ მივიდეს და თავის ყოფილ ხელქვეითებს ოთახში არ იახლოს, როგორც ჩანს ეს არ შეუძლია რომ წარმოიდგინოს, რომ დასაკითხის რანგში მივიდეს იმათთან, ვისაც ამ წლების განმავლობაში დავალებებს აძლევდა და ვინც მის ქვევით მუშაობდა. ამიტომ არ არის პრობლემა, მასთან მოვლენ პარლამენტში და იქ დაკითხავენ. ისევე როგორც სხვა დეპუტატებს, რომლებზეც ასევე იყო საუბარი აქამდე. ხო, ორივეზე მკითხეთ თქვენ ამინისტიაზეც და იმაზეც. საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილს რაც შეეხება, ისიც ტყუილია, როდესაც საზოგადოებას გუშინ ეუბნებოდნენ, რომ 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების სრულად ამოქმედება იყო ჩვენი ინიციატივა. ეს არის ტყუილი. აბსოლუტური ტყუილი. ისინი ვაჭრობდნენ ყველა დებულებაზე, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილში გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, მეც ვადასტურებ, რომ ჩვენ დისპუტში არ შევსულვართ და ჩვენ ვუთხარით, რომ კი ბატონო, მოიტანეთ თქვენი მოდელი და თანახმავართ. უბრალოდ იყო ჩემის აზრით სრულიად გაუგებარი, ისეთი ყველა სუბუქი სიტყვა რო ვთქვათ, როდესაც შემდეგ რაც ჩვენი თანხმობა იყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში, უცებ თქვენს რომ აი მოდი ბარემ ამინისტიაზე შევთავხდეთ. საკონსტიტუციო ცვლილებებში მაგალითად გეტყვით და ძალიან კარგად მიხვდებით, რაზეც არის საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ 2010 წლის ცვლილებების მიხედვით გამარტივებულია მაგალითად იმპიჩმენტის პროცედურა. დღეს ის გაცილებით უფრო რთულია. ისინი ითხოვდნენ დღევანდელი ვერსიის დატოვებას. ჩვენ ამაზე დავთანხმდით. მეორე, გუბერნატორებს დღეს იცით რომ პრეზიდენტი ნიშნავს, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით ეს წესი შეცვლილია. ისინი ითხოვდნენ რომ ეს უფლებამოსილება სააკაშვილს დარჩენოდა, ჩვენ ვთქვით კი ბატონო დარჩეს. ძალიან კურიოზული მუხლია ერთი, რომელიც გულწრფელად ვამბობ, რომ ვერ ხვდებით რატომ იბრძვიან ამისთვის, მაგრამ დღეს ქვეყნის პრეზიდენტს უფლება აქვს იყოს პარტიის თავმჯდომარე, 2010 წლის ცვლილებებით აღარ აქვს ამის უფლება. და ძალიან გულამოსკვნილები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობა ის უფლება შერჩენოდა და კი ბატონო სიამოვნებით თანხმდებით, რაც უფრო დიდხანს იქნებიან მის გვერდში, მის უფრო მცირდება მათი შანსები რაიმე ტიპის თვითონ როგორ ეძახიან ριბრენდინგზე და რეორგანიზაციაზე ამ პოლიტიკური ძალის. ამიტომ პრობლემა არ არის და კიდევ ძალიან ბევრი, ანუ ერთადერთი თემა, რომელზეც ისინი მოვიდნენ, რომ აი ეს არ ამოქმედდეს, იყო დაკავშირებული პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან. ანუ ყველა მუხლი, ან ყველა პუნქტი, ან წინადადებებიც კი არის მუხლები, რომელშიც აი ეს წინადადება არ ამოქმედდეს, ამას ამბობდნენ. სადაც წინადადება სააკაშვილისთვის რაღაცა უფლებამოსილების შესუსტებას ეხება. ნუ იქ იყო მაგალითად იმაზე საუბარი, რომ ეხა მოგეხსენებათ ვეტოს პროცედურა როგორიც არის 2010 წელს ის გამარტივებულია, უფრო ნაკლები ხმა ჭირდება და ამას ითხოვდნენ და ეს საერთოდ კურიოზი იყო ჩემის აზრით, იმიტომ რომ როგორც ჩანს მოლოდინი აქვს, რომ ჩვენ დაგვაკლდება ხმები და იმათ მოემატებათ, იმიტომ რომ ვეტოს რო ვძლევთ, ეს უკვე სახეზეა მე მგონი და რაღაცებს მართლა ვერ მივხვდი, რატომ ითხოვდნენ, მაგრამ ამოცანა იყო ნათელი ზუსტად ამიტომ, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, მაინც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამას. ამოცანა იყო ნათელი, რომ
აი სიმბოლურად ქაღალდზე დაწერილად სააკაშვილის უფლებამოსილებების შემცირება პრინციპში დიდ ნაწილში არ უნდა მომხდარიყო მაგრამ ჩვენთვის ეს არ არის პრობლემა ჩვენ პირველი დღიდან ვთქვით რომ არც ერთი მუხლის ცვლილების ინიციირება არ გაგვიკეთებია რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება მხოლოდ იმიტომ რომ ეს არ არის საინტერესო ჩვენთვის სააკაშვილს ხალხმა 1 ოქტომბერს განაჩენი გამოუტანა და იქ ყველაფერი დამთავრებულია ერთადერთი მუხლი რომლის ინიციირებას ჩვენ მოვახდინეთ იყო ის რომ მას არ ჰქონდეს უფლება ახალი მთავრობის ფორმირების პარლამენტის თანხმობის გარეშე იმიტომ რომ ეს ქვეყანას ცალსახად სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა ამის სანაცვლოდ მათ ითხოვეს მთელი პაკეტი. კი ბატონო, ჩვენ უთხარით, მაგრამ მე აღმოჩნდა რომ ესეც არ იყო მათთვის საკმარისი, იმიტომ რომ მათ ხო სინამდვილეში კონსტიტუცია არ აინტერესებთ. სინამდვილეში მათ სწორედ ის აინტერესებთ, რაც მოლაპარაკების ბოლო დღეს გაჩნდა მაგიტაზე. მაგრამ არსებობს ლიმიტი ყველაფრისთვის და ამ ზღვარს ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გადავართ. ქალბატონთინა ამინისტიის თემას რომ შევახოთ კვლავ არსებობს გაჩნდა ასეთი მოსაზრებას რომ თუ კი ეს ამინისტია შეეხება მხოლოდ ქვედარგოლს მაშინ ქვედარგოლი მასობრივად მოხდება ის რომ მასობრივად პროკურატურას მისცემენ ქვედარგოლის წარმომადგენლები ჩვენებებს მე პირიქითაც მოვისმინე თუ ამინისტირებულები იქნებიან აღარ მისცემენო იმიტომ რომ უკვე აღარ აქვს შიში და ამიტომ რაღაცა უნდა ილაპარაკონო ისე რომ ორივე არგუმენტს თანაბარი ლეგიტიმაცია აქვს აი რამდენად შეიძლება რომ პროკურატურასთან დაიწყოს უკვე იმ ამინისტირებული ქვედარგოლების მე მგონი უკვე გიპასუხეთ პირიქით არგუმენტიც არსებობს მათ ზუსტად იგივე წონის ისე რომ ეს არ არის გათვლა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ამინისტიის ზუსტად ასევე ასეთივე ლოგიკით მე შეგიმიძლია გეკამათოთ ახლა და გითხრათ რომ თუ მან იცის ზუსტად რომ ამინისტირებულია ის არასოდეს ჩვენებას აღარ მისცემს იმიტომ რომ თვითონ საფრთხის განცდა აღარ აქვს ამიტომ ორივე არგუმენტი თანაბრად ლეგიტიმურია შესაბამისად ეგ არ არის საინტერესო. საინტერესო ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ წუთას შფოთავს. ის ხალხი, რომელიც დიახ, სამწუხაროდ იყო ამ მოძალადე მანქანის ქვედარგოლში და შემსრულებელი. და ეს შფოთვა მათ უნდა მოუხსნათ. ყველა ხელისუფლება ვალდებულია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს მშვიდად და გააგრძელოს ცხოვრება მშვიდად და ყოველგვარი ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. ეგ ვინ არის? ვინ არის? ანუ რაღაც ხო, არ ვიცი მე ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ ერთი რამე რა ზუსტად შემიძლია გითხრათ, ის არის რომ ჩვენი ხელისუფლების განაცხადი ამ ხრივ ცალსახაა ბევრჯერ თქმულა და ეხლაც გავიმეორებ, არაფერი სიახლე არ იქნება, არ დაუშვებთ არანაირ თვითნებობას ქვეყანაში, ვის მერაც არ უნდა იყოს ის ჩადენილი და რა კეთილშობილურ მიზნებსაც არ უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ ამ თვალსაზრისით არ ვიცი პრობლემა არის. არ ვიცი, მე არა ვარ ვანგარო, ეხა პროგნოზები ვაკეთო, მე ვარ ხელისუფლების წარმომადგენელი და გეუბნებით, რომ ნებისმიერ თვითნებობას ჩვენ აღკვეთავთ და ამას არ დავუშვით ქვეყანაში. იცით რა არის, დღეს ვიღაცამ მკითხა და ამ თემაზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს, რაოდენ ძალიანაც არ უნდა მინდოდეს, ან არ მინდოდეს, იმიტომ რომ საერთო წარმოდგენა არ მაქვს, რა სიხილავს მოსკოვის სასამართლო, ამიტომ ამართლა უიდოდა, ეგეც არ ვიცოდ. ანუ ეს კონსტიტუციით საქართველოს მოქალაქის გადაცემა რამდენადაც ვიცით უცხო ქვეყნისთვის გადაცემას თუ მეკითხებით დარწმუნებული ვარ არავისთან მე ამაზე კონსულტაცია არ გამივლია მაგრამ ზუსტად დარწმუნებული ვარ რომ გიბით არ გამაძებს რუსეთს არავინ არ გადასცემს საქართველოსთან თუ ეს გაინტერესებთ მაგრამ თუ თავად განაჩენზე გაინტერესებთ ხა იმაზე ვერაფერს ვერ გეტყვით იმიტომ რომ უბრალოდ წარმოდგენა არ მაქვს რაზეა ლაპარაკი და სიმართლე რო გითხრათ არც მაინტერესებს და ბოლოს ჩაგეკითხეთ ქალბატონთინა ხშირად არის საუბარი რომ ნაციონალური მოძრაობის რიტორიკა არ ჭირდება იმ ფორმატში რომელიც არის საჭირო თანამშრომლობისთვის და კონსტრუქციული დიალოგისთვის მათი ქმედებებს ხშირად აკრიტიკებთ ხოლმე მე მაინტერესებს თქვენი შეფასება თუ მეორე მხრივ რაც გიყენებებ პრეტენზიებს და გოგი ქავთარაძის განცხადებასთან დაკავშირებით რომელიც გამოვიდა პარლამენტის სხდომაზე ინიციატივით რომ საერთოდ კანონგარეშე გამოცხადდეს ნაციონალური მოძრაობა და მასთან ყოველგვარი ინიციატივით გამოვიდა რას ნიშნავს კანონპროექტი შემოიტანა ამის შესახებ უბრალოდ თავისი ანუ ადამიანმა პარლამენტის წევრმა გააკეთა განცხადება კი ბატონო ბევრნაირი განცხადება მოგვისმენია ქართული პოლიტიკოსებისგან ახლა ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო ნაციონალური მოძრაობა კანონგარეშეთ არა მაგრამ პოლიტიკის გარეშეთ ფაქტიურად გამოაცხადა უკვე ქართულმა ხალხმა და ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს დარწმუნებული ვარ რომ კიდევ უფრო მეტად გამოაცხადებს ამიტომ ეს პროცესი შემდგარია უკვე დანარჩენი ისინი მათ როგორც პოლიტიკურ პარტიას რეგისტრაცია ასეთი ექნებათ თუ სხვანაირი ეს არ ამგონია რომ ქართული სახელმწიფოს საზრუნავი იყოს დღეს და რაიმე ინტერესის მატარებელი
ჩვენ მთელი წელი საარჩევნო კამპანიის პროცესში გქონდა მასთან საუბრები, ამიტომ საუბარს, დიალოგს და მოლაპარაკებას წინ არაფერი არ უდგას. თავისთავად. ჩვენ არ ვეკუთვნით იმ ხალხს, ვინც ქვას ისურვის. ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელიც ამჯობინებს ყოველთვის, რომ ქვის როლას ლაპარაკი ჯობია. ამიტომ ლაპარაკს წინ არაფერი არ უდგას გარწმუნებთ. კი ბატონო. ცალკე რატო? მე იმდენი დავაგვიანეთ თქვენ